ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ბელგიაში და მინდა აი ამ ცხრებთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია მოგიყვეთ, რომლებიც ქართველებს უკავშირდებათ რა. მოკლედ აი ასე ჩამოვიდნენ ქართველები ბელგიაში და დაინახეს, რომ აი ასე ტრიალ მინდორზე სადაც არც დიდი ღობე არ არის, არც არაფერი ჩვეულებრივად ბალახობენ აი ეს ცხრები. რა ვქნათ, აი რა თქმა უნდა ქართველი რას იფიქრებდა თუ არა ჩაკაფულზე ამ დროს. ხო და სტაცეს ბიჭო აი ამ ცხვარს ხელი. სტაცეს ხელი და შეაგდეს ბაგაჟნიკში. და მიყავთ მანქანით. ხო და თურმე აქ როგორ ხდება, იცი ახლა აი აქ ნებისმიერს, აი პატარებიც რო დარბიან და იქით ყველას უყენია GPS-ი რა თურმე ამათ. ხო და ბიჭო ცხვარი აგდია ბაგაჟში. და პატრონი ხედავს, რომ ავტობანზე თავისი ცხვარი გარბის 120-ით. რეკავს პოლიციაში რა. ხო და პოლიციას ეუბნება, რომ მიშველეთო ჩემი ცხვარიო, კაროჩე ავტობანზეო 120-ით გარბისო და რისი ეშინო და იცი, აი ცხვარი კი არ მომპარესო. უბრალოდ ჩემმა ცხვარმა სხვა არ დააზიანოსო, გაიგე 120-ით გარბისო ავტობანზეო და გამოშტერდა ბიჭო პოლიცია რას ქვია, ავტობანზე ცხვარს რა უნდა თან 120-ით რაც გია. ჩაუგდეს მონაცემები, ხედავენ მართლა GPS-ზე ფაქტია, რომ ცხვარი ავტობანზე გარბის 120-ით იმენა. გაყვნენ კვარს, დაადგნენ ქართველებს. სადღაც ტყეში თურმე აქ ქვაბი დაუდგათ, უკვე სახაშლამედ ამზადებენ აი ამ ცხოველებს საწოდავებს და ყველას იმენა 5 წლიანი დეპორტი გამოაჯმეინეს.